როგორია დაცული ტერიტორიების განვითარების მომავალი წლის სამოქმედო გეგმა ამ თემაზე სასაუბროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. აქცენტი ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზეც გააკეთდა. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს მარტვილის კანიონისა და კინჭხლის ჩანჩქერის დამთვალიერებელთა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხები. მოხდა სამი კვარტალის შეჯამება, სადაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, წინა წელთან შედარებით 20-30% არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა და ფინანსურად შემოსავალიც. დაიწყო დემარკაციის პროცედურებიც უკვე თბილისის ეროვნულ პარკში და ბორჯომხარაგაულის ტერიტორიაზე. 2015 წლის ბოლოსთვის ჩვენ დაგეგმილი უფრო სრულად უნდა მოხდეს ამ დემარკაციის სხვადასხვა ადმინისტრაციებში დაწყებაც და დამთავრებაც. ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში განახდება მთლიანად რეინჯერების აღჭურვილობა, შეძენილი იქნება ახალი სპეცტექნიკა, როგორც არის ფოტომახეები, ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს ტურისტებთან ხვდებით სიახლეებით, პარკში მთლიანად ტურისტული ბილიკები არის ხელახალ დამარკით და შეიქმნა ახალი ტურისტული რუკა და დაემატა ახალი ტურისტული ბილიკი. ლაგოდიხის დაცულ ტერიტორიაზე იგეგმება ახალი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა, ეს არის შავგდების წრიულ ბილიკად გადაკეთება, არის ახალი მანქანების, ავტომანქანების და ესეთი სპეციალური მიმართულებების, მაგრამ მომავალ წელი იქნება უფრო ეკოტურიზმზე და ეკოგანათლებაზე ორიენტირებული.